ლონდონში ვიქნები ერთი კვირით. ამის სამერძე. დაასრულე შენი საქმეები და შემომიერთდი. ძვირფასო გრეის. ომამდე, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მჭირდებოდა, მონეტას ვაგდებდი. სავარაუდოდ ისევე ასე მოვიქცე. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. ორი წლის შემდეგ. პატარა დაბლობი, ბირმინგემი. Where secrets lie in the border fires and the humming wires. Yeah, man, you know you're never coming back. Across the square, across the bridge, past the mills, past the stack. On a gathering storm comes a tall, handsome man in a dusty black coat with a red right hand. დააცხონე მისი სული. ამინ. ჩემს მეგობარს ფრედი თორმს დავპირდი, რომ რამდენიმე სიტყვას ვიტყოდი მის საფლავზე თუ ჩემზე ადრე დაიღუპებოდა. ამას იქამდე დავპირდი, სანამ ჩემი ქვისლი გახდებოდა. საფრანგეთში როცა ვიყავით და ვიბრძოდით მეფისთვის. ამინ. და საბოლოოდ ფრედი ომმა კი არა, შავმა ჭირმა შეიწირა. მაგრამ ფრედიმ თავისი სული და სულისკვეთება მომავალ თაობას გადასცა, სანამ უმოწყალოდ წაგვართმევდნენ. ვიფიქრე, რადგან ფრედიმ დაგვტოვა, ბირმინგემში ხომ არ დაბრუნდებოდი. ხმერთო, იცი რა სასაცილოა ახლა მძღოლები რომ მყავს ფორმებში გამოწყობილი. ისინი ამ კონკრეტული გარემოებებისთვის გამოვაწყე. ხვდები რამდენად არასამართლიანია შენი 4 ბუგატი რომ მყავს, როცა ქვეყნის ნახევარი მოსახლეობა შიმშილობს. ესე იგი მათ გამო ჩვენთან ყოფნა გწვენია. ხანდახან როცა მახსენდება როგორ მდგომარეობაშიც ვცხოვრობდი, მრცხვენია. კარლი თავის ბიძაშვილებთან ერთად დავიჭირე, როცა საფლავიდან ყვავილების ამოწყვეტას ცდილობდნენ. ადა. მოდი ხარ სახლში? სახლში მივდივარ. ყველაფერი რიგზეა, პოლ. ჩვენ ადას ვარცხვენთ. ეგ არ მithქვემს. კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც გვინდა რომ დაბრუნდე. გაფართოვებას გეკმავთ. ლონდონში მექნება უძრავი ქონება. ტომი, დასაფლავებაზე ხარ, ბიზნესი მოიცდის. ჰოლი, ადა რომ ტიროდეს, გავჩერდებოდი, მაგრამ არ ტირის. გაფართოვება ნიშნავს, რომ შელბისთვის ცოტა ხნით სახიფათო იქნება ლონდონში ყოფნა. ხომ? მაგრამ მე შელბი აღარ ვარ. არც თორნი ვარ, თავისუფალი ვარ.
I'm free. I've got to get კარლის სახლში უნდა წავიყვანო. ხომ გეუბნებოდი? მე დაველაპარაკები მეთქი. არა უშავს. ხალხს დავტოვებ მისი სახლის სადარაჯოდ სანამ საფრთხე ჩაივლის. სანამ საფრთხე ჩაივლის, სისხლიანი დღე იქნება. ზუსტად დილის 7 საათზე მოხდა. არავის არაფერი დაუნახავს. ჩვენი პატრულები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. ბატონო შელბი, წარმოდგენა გააქვს საერთოდ ვის შეიძლებოდა გაიკეთებინა. ჩემი აზრით გაზის ბრალი უნდა იყოს. ახლა ხან დაამონტაჟეს. ქალბატონო, შენობა ჯერ არ გამოცხადებულა უსაფრთხოდ. ქალბატონო, ყველგან ესენი ყრია. კონფიტები. შეგიძლია წახვიდე. გასაგებია. ვინ? ვინ გაგვიკეთა ეს? ვისკი. ირლანდიური. გავიგე საკმაოდ დიდი აფეთქება მოხდა რა თქვენს უბანში. გაზი და ელექტროობა ვერ ეწყობა ერთმანეთს. ვინ იფიქრებდა რომ შეეწყობოდა არა? დანარჩენი საქმეები როგორ მიდის ბატონო შელბი? იცი ამ შიმშილის და გაჭირვების პერიოდში ბიზნესი საკმაოდ კარგად მიდის. რომელი თქვენგანია ალესილი კეპების სატანა? ჯენტლმენებო. Drink some dirty water, shook evil hands. I've done some bad things, they get easier to do. And then I wrote a nasty letter, and I sent it to the Lord. I said, don't you dare come and bother me no more. ფინ, მოდი აქ. ფინ. ტელეფონი დაიჭირე, მოდი აქ. სონები მიიღე. პოლი. ხომ არ უთქვამს ვინ ქნა?
შალომში წავიდა. მარტო? ტომი ყველაფერს მარტო აკეთებს. ხომ არ წავიდე შავლომში? რა? ხო არ წავიდე სანახავად? არა. არტური საჯანდაბაშია. გარნიზორის ვისკის იცავს პოლიციისგან. ფუშენი. პოლი ვგზნობ თითქოს პატარა ნაწილაკებად ვიშლებით. ხო დაეწყო ისევ. იცი ადამ რა მითხრა დილით. მითხრა რომ მაღაროელს ვკავარ. თითქოს მოჩვენებები ვითვართ. დაბრუნდება. როდის? როცა დავჭირდებით. კარგი, მაგრამ მაინც ვერ გავიგე ვინ ჯანდაბა აფეთქა ფაბი. 6. რა 6? 6 კითხვა დასვი, რაც იმ კარში შემოხვედი. მალე მოგიწევს კაცათყოფნა, რომელიც პასუხებს ცემს. რატომ? 7. ლონდონის ამბები რომ დაიწყება, შენი წილის შესრულება მოგიწევს. ან ვიპოვით ვინმე სხვას, ვინც ამას შეძლებს. ტომას შელბი. თქვენ აფეთქეთ ჩემი ფაბი. სიბრაზე ამარცხებს შიშს. კარგია. თქვენ აფეთქეთ ჩემი ფაბი. ტომის რეპუტაცია აქვს შესანარჩუნებელი. რეპუტაცია რომ არაფრის ეშინია. ყველა ადამიანთან შედარებით, შეუბრალებლებთან არის ყველაზე ადვილი საქმის დაჭერა. და მითხარით, მე ამ ბოხეთა რომელს სახეს წარმოადგენთ. სადღაც წავიკითხე რომ ირლანდიელებს ერთმანეთში ჩხუბი დაუწყიათ. მეფემ შვიდობის ხელშეკრულებას გთავაზობთ და თქვენ ამის გამო ომს იწყებთ. სასაცილოა რა. ომი შვიდობის გამო. ხო და ხელშეკრულების მომხრეები ხართ თუ მოწინააღმდეგეები? სიკვდილს ერთი ბრძანება გაშორებთ, ბატონო შელბი. ასე რომ შეწყვიტე ღიმილი. თქვენი სახელი აირონ ოდონელია. ვაჟი გყავთ, რომელიც ჩერვუდ როუდის სკოლაში დადის ჰარბორში. მას არკინები აქვს ფეხებზე, შონი ჰქვია. გასტრობანაში ყოველთვის ბოლოა. საბრალო ბიჭი. საბრალოა თუ გაქცევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ხვდებით რას გულისხმობ? აირონ ოდონელ. კიდევ სხვა გზებიც არის მისიის შესასრულებლად. ხოთ მომეცით უფლება თავში ტყვია დავაჭედო ამ ახვარს. არა. ტრების შესწავლა იცის კარგად. ამიტომაც აირჩიეს. მე ამირჩიეს. რჩეული ვარ. შეუძლია რჩეულს მოწევა. ვაკანტური ადგილი გამოჩნდა და თქვენ შეავსებთ. ვინ ამირჩია? ინფორმირებულმა კონსესუსმა. საქმეები მაქვს მისახედი. ხო და იქნებ უთხრათ რჩეულს თურისთვის აირჩიეს. ამიერიდან ბატონო შელბი. თქვენ მოკედავთ თქვენს დაწყევლილ ბოშორ პირს და მოусმენთ ინსტრუქციებს.
მინდა რომ კოოპერაციულ თავლებთან შუაღამიდან დილის 4 საათამდე პოლიციელის ნატამალი არ იყოს. კარგი. შეიძლება ვიკითხო რატომ? კარგი, რის გაკეთებასაც არ უნდა აპირებდეთ, ხანძარს ნუ გააჩენთ. ვეხანძრეები გაფიცვას აპირებენ შუაღამეს. სულ ესაა, შეგიძლია წახვიდე. ინფორმაცია მაქვს, რომლითაც შეიძლება დაინტერესებული იყო. გადახდის გარეშე. ჩვენი ძველი მეგობარი ბრუნდება ქალაქში. გავლით ვარო ამბობს. მაგრამ ტიპობს ბოლო დროს. საიდუმლო დეპარტამენტის უფროსია ირლანდიელებთან. ხო და ვეჭობ ჩვენაირებით დაინტერესდეს. მაგრამ ღამე მშვიდობის თომ. ბედს უნდა შეეგუო. მისი უდიდებულესობა მეფის წარმომადგენელთან თხოვ შეხვედრას. ღმერთთან ჰპოვეთ მშვიდობა. წარმომადგენელთან შემახვედრეთ. მამაო, მობრძანდით. რას აკეთებთ? ვინმეს მეფესთან აქვს საქმე? მაიორო კემბელ. კარგ დროს მოხვედით. ძალიან დაკავებული კაცი ვარ, კომენდანტო. 7.5 წუთში საკანში მყოფ მამაკაცს ჩამოახჩობენ მკვლელობისთვის. ირლანდიელი აქტივისტის მკვლელობისთვის თეთრ სალოცავში. ხომ არ გეცნობათ ეს საქმე, მაიორო კემბელ? არა, კომენდანტო. არ მეცნობა. გუშინ დილიდან ამტკიცებს, რომ ეს მკვლელობა ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის შეკვეთილი იყო. უკვე ძალიან გვიანია მსგავსი სისულელის დასამტკიცებლად, არა? მას უთხრეს, რომ თუ ჩუმად იქნებოდა ბოლო წუთში შეიწყალებდნენ, რაც არ მოხდარა. მაპატიეთ, კომენდანტო. მაგრამ მე რა შუაში ვარ? ამბობს, რომ ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა დაიქირავა. ოლსტერელმა. რომელიც მგლის თავიანი ხელჯოხით დადის და მარჯვენა ფეხში აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. არა. მაინც არ მეცნობა, კომენდანტო. თქვენ ძალიან კარგად გასაგები პასუხისმგებლობები გაქვთ. მაგ პასუხისმგებლობის ნაწილია სიკვდილით დასჯის პროცედურის საფუძვლიანად გატარებაზე ზრუნვა, რომლებიც გვირგვინის მიერ არის სანქცირებული. და შემდეგ 4 წუთში თქვენი მოვალეობაა გააცილოთ ეს კაცი ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ. გასაგებია? და ამ საკითხის სხვასთან გარჩევის სურვილი თუ გაგიჩნდებათ? ვიცი, სადაც ცხოვრობთ. არტურ, ტომი მოჯახის კრება დანიშნა. არტურ, ახლა ხან ახალ ბედა გაგლიჯათ სემაში. ის საწყალი პატრონს ვეღარ ცნობდა. არტურ. ორი 1000. წავედით. დაჯექი ფინ. საჯანდაბაშია ტომი. გზაშია. კარგი, მაშინ სანამ მოთმინებით ველოდებით.
ის კი აფეთქების მერე რაც გადარჩა თან კარგი ვისკია კარგი სანამ ტომი მოვა მე ვფიქრობ რაღაცეები გვაქვს დანარჩენებს ერთმანეთში გასარკვევი შენ ფიქრობ? ხო მე ვფიქრობ მაინტერესებს როდის გქონდა ხმის მიცემა სამხრეთით გაფართოვებასთან დაკავშირებით თუ რამე გაქვს სათქმელი? ტომას დაელოდე. პოლი მართალს ამბობს მე ყველა დავთარს ვუყურებ კანონიერსაც და უკანონოსაც ისეთ რაღაცეებს რაც თქვენ არ გინახავთ და ბოლო წლის განმავლობაში შელბის კომპანია 150 ფუნტს შოულობს დღეში გესმით ერთ დედამოტყნულ დღეში ხანდახან მეცაც ხო და მაინტერესებს რატომ ვცვლით ამ ყველაფერს პოლი ნახე უკვე რაც მოხდა ჯერ ფეხიც არ დაგვიდგავს ლონდონში და უკვე ჩვენი დაწყევლილი ფაბი აგვიფეთქეს და ვინ ამბობს რომ ქოქნის ბანდა სხვა ვინ იზამდა? იცი ეს ვინც ქნა? იცი ხო? არა არ იცის ვინ ქნა მითხრეს რომ მხოლოდ ოჯახის წევრებს შეუძლიათ ლაპარაკი. ყველას აქვს ლაპარაკის უფლება ადექი ესმა მოვისმინოთ შენ რა გაქვს სათქმელი ოჯახის სახელით მე ვლაპარაკობ ასე რომ ჯონ ეს კომპანია თანამედროვე საქმიანობას ეწევა და სჯერა თანაბარი უფლებების ქალებისთვის სისხლით არ ვარ ამ ოჯახის წევრი. გასაგებია, მაგრამ ზუსტად ამიტომ შემიძლია ყველაფრის განსხვავებული კუთხით დანახვა. ასე რომ პირდაპირ მთავარზე გადავალ. კარგი იქნებოდა. როგორც ჩემმა ქმარმა თქვა, შელბის კომპანია ძალიან წარმატებულია. მაგრამ ლონდონში. ნათესავები მყავს შეფარდ ბუშში და პორტობელოში. იქ უკვე ნამდვილი არმიები ებრძვიან ერთმანეთს. ნამდვილი ომია და პოლიციებიც მათ გვერდი-გვერდი ბრძვიან და იქ ყველა ჯიშის უცხოელები არიან და ბომბები არც ისე საშიში არაღად ითვლება მე შვილი მყავს რომელიც დალოცვილია შელბის ოჯახის სილამაზით მინდა რომ ჯონმა ნახოს როგორ იზრდება მინდა რომ ოდესმე ისეთ ადგილას ვცხოვრობდეთ, სადაც სუფთა ჰაერი და ხეები იქნება და ქათმებს სადაც გავზრდით ან კიდევ რამე ასეთი. მაგრამ ლონდონი მხოლოდ ყვამლი და ხიფათია ტომას. ტომას. სულ ეს იყო. ამის თქმა მინდოდა. გრძელი სიტყვა გამოვიდა. ძალიან გრძელი. აღნიშნოთ კარგი სასმელით. მადლობა ესმა. პირველ რიგში ფაბის აფეთქება არანაირ კავშირში არ არის ლონდონთან გასაგებია. ეს აფეთქება რაღაცაა, რასაც მე თვითონ მივხედა. მეორე, არაფერია საშიში შემოთავაზებულ გაფართოვებასთან დაკავშირებით, სანამ ერთად ვიქნებით. და პირველი კვირების შემდეგ იმის 9/10, რასაც ლონდონში გავაკეთებთ, კანონიერი იქნება. დარჩენილი 1/10 საიმედო ხელშია. ხო მართალია არტურ? მართალია. ამ ოთახში მყოფმა ზოგიერთმა თქვენგანმა უთანხმოება გამოხატა. გასაგებია, ნებისმიერ თქვენგანს, ვისაც არანაირი წილის მიღება არ გინდათ ამ კომპანიის მომავალში ოთახიდან გადით. ახლავე. წადით, გაზარდეთ თქვენი ქათმები. და ვისაც ამბიცია გაქვთ, გაფართოების პროცესში ხვალ შეგიძლიათ ჩაერთოთ. ხვალ? მე კომპანიის ხაზინადარი ვარ. ჯერ ჩემთან უნდა გელაპარაკა. ხოლ ნიუ-მარკეტის დოღია. წლის რიგით მესამე დღე დაკავებულობის მხრივ. ჩვენ 18 თანამშრომელი ყავს. და ვინ ანდობს 200 ფუტიან ფსონებს? კომბინაცია შეცვალე.
რა ხდება ტომას? ვის შეხვდი შავლომში? კომბინაცია მითხარი, პოლი. პოლი. კომბინაცია მითხარი. ფაბის ამბავი ირლანდიელების გაკეთებულია. ისეთ სიტუაციაში ვარ, სადაც ყველას უსაფრთხოებისთვის ჯობს, რომ ზოგიერთი რამ გამომჟღავნებელი დარჩეს. და რატომ ხვალ? შენ არ თქვი ხვალ ნიუმარკეტიაო. ლონდონის ყველა ბოსი დოღზე იქნება. რა, შენ ასე უბრალოდ მიხვალ და ქალაქს აიღებ? არა, ხელის გაწოდების შესაძლებლობას გამოვიყენებთ. იტალიური და ებრაული ბანდები უკვე 6 თვეა ომობენ ლონდონში. ეგ ჩვენი ომი არაა. ებრაელებს უფრო დიდი დანაკარგი აქვთ. მოკავშირეები სჭირდება. ჩვენ არ გვჭირდება. ფეხის მოკიდება გვჭირდება გრანდ იუნიონის სამხრეთით. კამპდენ თაუნს ებრაელები აკონტროლებენ. დედა შენი ამბობდა, მისი ნიჭიერება დაღუპავსო. არავინ მოკვდება, პოლი. ჩავალთ, როცა სიწყნარე იქნება და დავტოვებთ ჩვენს შეტყობინებას. თუ ალფი სოლომონი და კამდენის ბიჭები მოვლენ, მოველაპარაკებით უსაფრთხო საწყობის მოცემაზე და მერე დაიწყება ჩვენი კანონიერი საქმიანობა ლონდონში. ახლა გთხოვ, გააღე ეს დედა მოწყნული სეიფი. იცი, ძალიან კარგად ილაპარაკე იქ კრებაზე. კომპანიის თანამედროვე ხედვაზე. ქალების თანაბარ უფლებებთან დაკავშირებით. მაგრამ რეალურად, როცა ამის დრო დგება, ჩვენს არც ერთ სიტყვას არ ითვალისწინებ. იქნება არ გვენდობი. ის ერთი ქალი იყო, თომას იქნებ დროა დაივიწყო. ვინ დავივიწყო? მიდით ბიჭებო, წადით, თავი მოაკლევინეთ. ახლა მიდიხარ ლონდონში. არა. ჯერ რაღაც საქმე მაქვს. მეც მაქვს ასეთი საბეჭდი მანქანა. კატალოგიდან შევუკვეთე. კორესპონდენციის კურსებს გავდივარ. თვალდახუჭული წერასაც ვსწავლობ. ტესტია ასეთი. მოხვალ წასვლამდე? არა. ვოცნებობ, რომ ერთხელ არ გადამიხადო თითქოს ჩვეულებრივი ადამიანები ვიყოთ. ხო.
მოდი დავიწყოთ. ხელები მაგიდესთან დაალაგეთ. ამაღამ 2 პილიგრიმი გვიერთდება. მოდი შევეგებოთ. თქვენით დავიწყოთ. ვისთან გნებავთ დაკავშირება? ჩემ ქმართან. 6 თვის წინ დაიღუპა ინფლუენციით. მასთან დაკავშირება ქალბატონი ბრიჩის დახმარებით ვცადე. სპარკლში, მაგრამ ის არასწორად ამბობდა მის მეორე სახელს. ამ სახლში ქალბატონ ბრიჩს ნუახსენებთ. იგი ფარისეველი თაღლითია. და თქვენ? თქვენ ვისთან? ვისთან გსურთ დაკავშირება? სიმართლე გითხრათ, არ ვარ დარწმუნებული მკვდარია თუ არა. ხოდა მოვედი რომ გავარკვიო. იცით, ჩემი ვაჟი და ქალიშვილი წამართვეს, როდესაც ისინი ძალიან პატარები იყვნენ. პარიზის ხელმძღვანელობამ. მათზე იმის მერე არაფერი მსმენია. მაგრამ ბოლო დროს რაღაცას ვგრძნობდი. თითქოს ვგრძნობდი, რომ სიტყვებით ვერ ავხწერ. და სულ ერთნაირი სიზმარი მესიზმრება. ლამაზი გოგონა. დაახლოებით 18 წლის. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დგას. და მეუბნება რომ გარდაიცვალა. ჩემი ქალიშვილი წელს 18-ის გახდებოდა. 15 მაისს. და იმ გოგოს მუქი თვალები აქვს, როგორც მე. და ყვირის. ყვირის. და მეუბნება რომ ჩემთან უნდა დალაპარაკება. რადგან დედამისი ვარ. არც კი ვიცი რა სახელი დაარქვეს, როცა წამართვეს. მაგრამ თუ დამშვიდობება უნდა. ვიფიქრე, აქედან შევძლებდი ამის გაკეთებას. შავ მადონას ატარებთ. ბოშა ხართ? ჩემი ის ნაწილი, რომელიც ამ სიზმრებს ნახულობს ბოშაა. მეც ბოშა ვარ. შეიძლება თქვენი სახელი გავიგო. ჩემი ქალიშვილობის გვარია შელბი. და იქნებ ჩემგან დავიწყოთ. არა. 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 But if you come and all the flowers are dying
and I am dead, as dead I will may be. You'll come and find the place where I am lying, and kneel and say an Ave there for me. And I will know, though soft ye tread above me, and then my grave will richer, sweeter be. And you'll bend down and tell me that you love me, and I will rest in peace until you come to me. Eamon Dogan. ტომი მოვიდა. ჯონ მოვდივარ. შვიდზე 12-ზე და 10-ზე უნდა დავლიო თუ მანამდე არ დავთვერი. ექიმმა მომცა. კარგად მაწყნარებს. ზუსტად იგივეს გვასწრებდნენ თხრილებში რომ აღარ დაგვენძრია. პოლიმ თქვა რომ სიბრაზის მართვა შეეხმარება. არტურ არის რაღაცეები რაც პოლის არ ესმის. სწრაფი მჭირდები და არა ნელი. ფეხზე ჩამეჭიდა არ უშვებდა. დარწმუნებული ვარ კიდევ სხვა რაღაცას არ უშვებდა ხელს. ხო, იცის რომ ამის წინააღმდეგი ვარ, ტომ, თავის აზრი გააჩნია მას. აზრის ქონაში ცუდი არაფერია, ჯონ. აი ასე, ალესილი კეპები დასასვენებლად მიდიან. დაჯექი შეგიჟონა ბიჭვარო. შენს ჩემსავით ამის წინააღმდეგი ხარ, ხო? მოძებნე ნებისმიერი, ვინც დიდ ფულს დადებს ღვთაებრივ ვარსკვლავზე 4-ის ნახევარზე ნიუ-მარკეტში. ის ერთ-ერთი ჩვენგანია. ერთ ფუნტზე მეტი როგორც კი იქნება მეტყვი. პოლი, შენ საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ მინდა, მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდე. ის ქალი თაღლითია. ვინ ქალი? მისი და სამრეცხაოში იყო დილით. ტრაბახობდა რომ შელბი ყავდა მაგიდასთან. ვინ ქალი? ბოშებმა იციან ერთმანეთში ლაპარაკი. ვინ ქალი? შენ ქალბატონი პრაისის სანახავად იყავი ბეჭში, გუშინ ღამით. მაპატიე? ხოდა რა გაიგე? ვიცი რომ ჭიქას აწვებიან. ის კაცი მისი ბიძაშვილია, ის აწვება ჭიქას. ეს ფოკუსია. იმას გეუბნებიან, რისიც ისედაც უკვე გჯერა. ამის კეთება ომის მერე დაიწყო, ქრივებზე მუშაობს. პოლი. უბრალოდ ვიფიქრე რომ უნდა გცოდნოდა. და იმ დედამოტყნულ სამრეცხაოში ამბობდნენ, რისთვისაც მივედი იქ. ამ ოჯახის ერთ წევრს მაინც თუ გააგებინებ ამის შესახებ, ვფიცავ ყელს გამოგჭრი. დანა არ მჭირდება საიდუმლოს შესანარჩუნებლად. ეს ღირსების საკითხია.
შეხედეთ, ამას შეხედეთ. მიყვარს აქაურობა. შენი ესმა ერთ რამეში მართალი იყო. სოფელს არაფერი ჯობს. იცი მე მგონი სოფელში ცხოვრება მინდა, ოდესმე. ქათმები რომ გავზარდო. ხო, ლონდონში გნახავ არტურ. ფუ შენ. დაიჭირე, უნდა დავმარხოთ. We need to bury him. ვინ ჯანდაბა? ირლანდიული ამბავია. ვიფიქრე აჯობებდა თუ ჩემით მივხედავდი ყველაფერს. კარგი იქნებოდა, მიდით 100 ჯერ გაგვიკეთებია ასეთი რამე საფრანგეთში. თავზე მოკიდე ხელი. ხო და ლონდონში აღარ მიდივართ? Once we bury რო დავამთავრებთ, მერე დაიწყება დასვენება. day begins. ლონდონი. რა საზღარი ხმაურია. რა ხმაურია რა. რა ხმაურია მეთქი, გამაგებინეთ. დღევანდელობაში ამას მუსიკას ეძახიან, ძმაო, მუსიკას? ეი! გადაჯექით. გააჯვით. ამას შეხედეთ რა ხდება. არა უშავს, ხო? ირლანდიური ვისკი. ბოთლით. ჯანდაბა ის ტიპები ვიცანი. ის საბიზის ბიზაშვილია. რა თქმა უნდა, არტურ, ეს საბინის კლუბია. რა არის რა სირისახეებით იყურებიან. მხოლოდ ლეიტენანტები არიან, ჯონ, ოფიცრები არ ჩანან. კარგი, მოდი დავლიოთ. ასწორებს დასვენება. ჯენტლმენებო, შეცდომა მოხდა. შიშობ წასვლა მოგიწევთ. ახლა ხან ვიყიდეთ ბოთლი ვისკი. ზოგიერთმა აქ მყოფმა გიცნოთ ჩრდილოეთის დოღებიდან. ხო, ხშირად გწნობენ. ამბობენ რომ სამხრეთის საზღვრის აქეთ საქმეს ვერ დაიწყებთ წინასწარ შეთანხმების გარეშე და რომელ საზღვარზე ამბობ ჩემო მეგობარო? ამბობენ რომ ეს პროვოკაციაა. კარგი, გადაეცი რომ დასასვენებლად ვართ ჩამოსული. ჩვენს წესებს არღვევთ. ამბობენ რომ ალესილი კეპები ხართ. ალესილი ნაძირალები. ვინ არის შემდეგი? მოდია. აი ასე. კარგია. აჰა. ყინული დაიდე. გადით. ხო? ხო? აპირებ მაგის გამოყენებას. არა მგონია.
ჩვენ აქ მტრების გასაჩენად არ მოსულვართ. არა. გვინდა რომ ახალი მეგობრები შევიძინოთ. ყოველი თქვენგანი, ვინც ბოლო იყო, მალე პირველი გახდება. და ისინი, ვინც დაჩაგრეს, აზღვევინებენ. ხო? იცით, სადაც უნდა გვიპოვოთ. I think I lost the truth. მე მგონი კბილი მომძვრა. Left the dish right. ესე თუ გავაგზელე, საერთოდ აღარ დამრჩება. დედამოწმული დასვენება გამოვიდა. ხო, როგორ ხარ შენ წამლის გარეშე არტურ? აიღე ეს გიშველის. მომეცი. შენ ჯონი, შენ როგორ ხარ? თუ შენ გამოყლებებულ სწოლს ვკითხო, კარგი გეყოფა. ქათმებზე ლაპარაკი აღარ გავიგო, გესმის? ქათმების დედაც მოტყან. 50 ფუნტი მაქვს ჭიბეში, კარგად გავატაროთ. შემოდით. ღმერთო ჩემ, ღმერთო. მეგონა ბეტი იყო ჩაით. მაპატიეთ სერ, მაგრამ თქვენი მდივანი მაგიდასთან არ იყო. არა იმიტომ რომ ლანჩზეა გასული ნორმალური ადამიანივით და შეგიძლიათ შემოტრიალდეთ. ეს ქალბატონი პროფესიონალი მოდელია. ამით ცხოვრობს. სიამოვნებით შემოვიდოდი სერ, მოგვიანებით. არა, მოგვიანებით პარლამენტში მივდივარ. უბრალოდ თუ გნებავთ ასე იყავით შეტრიალებული. დიახ სერ. როგორც ხვდები ბოჰემურ საზოგადოებასთან არ გქონიათ შეხება, მაიორო. მე კარტს ვთამაშობ ხანდახან. და ალბათ არც კონიაკი გაგესინჯავთ და არც კოკაინი, ასე რომ ეგზოტიკური ცეკვებიც არ გინახავთ სავარაუდოდ. რაც უფრო ცხადია, ცდუნება, მით უფრო ადვილად ვეწინააღმდეგები. ესე იგი ეშმაკური პატარა ბუნდოვანი რაღაცეები გაგდებთ მუხლებზე, ხო? აბა რა საქმე გქონდათ ასეთი, რომ ლანჩზე მნიშვნელოვანი იყო? სერ, ჩვენმა კაცმა ბირმინგემში პირველი გამოცდა წარმატებით დაასრულა. სახეების საშილად გამომდის. ხო და ვფიქრობ, რომ შეგვიძლია უფრო მნიშვნელოვანი დავალების მომზადება. გამომეტყველებები მაბნევენ ძალიან ბევრს ვფიქრობ. სერ, თქვენი თანხმობა მჭირდება, რომ მთელი სისწრაფით შეუდგე ამ ახალი კაცის უფრო დიდი დავალებებისათვის გადამზადებას. თქვენ ბუკმეკერზე ამბობთ? დიახ, სერ. მასთან გარკვეული საქმეები გაკავშირებთ. რატომ აირჩიეთ? კაცს ძალა რომ დაატანო მსგავს საქმეში. მისი სისუსტეების შესახებ უნდა იცოდე და ამ კაცის სისუსტეები ვიცი ზეპირად. და როდესაც მისია შესრულდება, შეგვიძლია ვენდოთ, რომ ჩუმად იქნება. აბსოლუტურად არა, სერ. ამიტომ, როდესაც თავის საქმე შეასრულებს, მას ისტორიას გადავცემთ ზუსტად ისე, როგორც მისი წინამორბედი გადავეცით. ჩამოხრჩობას გულისხმობთ? თოკის ბოლო ამ კაცის ბედისწერა იყო მისი გაჩენის თანავე. ადრე მოხვედი. თვალები დახუჭე, ლიზი. რა? თვალები დახუჭე, მიდი. დახუჭე. კარგია. ახლა წამომყევი. არა, დახუჭე. აქეთ? რა საკეთებ, ტომ? უნდა დაჯდე? აი აქ, ხო? ხო, აი აქ. დაჯექი? ახლა. კარგი? ახლა ეს დაწერე. რატომ? ლიზი, ეს დაწერე. თუ სიგარეტი დადე. ხო? თუ ზამთარი მოვა მაშინ? ზაფხული უკან დარჩება? რატომ? გაზაფხული რატომ თქვი? ზაფხული ვთქვი, მე გაზაფხული არ მithქვამს. ზამთრის მერე. აბა ვნახოთ. ეს კითხვა იყო. სადაა კითხვის ნიშანი? მიდი დაწერე კითხვის ნიშანი. ახლა ეს დაწერე. Wanted. გჭირდება.
დივანი ბიზნესის გასაფართოებლად. ცოტა ნელა. უნდა შეეძლოს ნაკარნახების სინქრონულად წერა. კვირაში 5 დღე. 8 ფუნტი და 4 შილინგი თვეში. დაუყოვნებლივ უნდა შეძლოს დაწყება. სერიოზულად ამბობ? ბევრი რაღაც მოხდება მალე ლიზი. ადამიანი მჭირდება, ვინც როცა რაღაც მოხდება, თვალს დახუჭავს. თან მეორე სამსახურსაც თავს დაანებებ ლიზი. მთელი ეს დრო გამონაკლისების გარეშე. რვა საათი, ორშაბათს დილით, ზედა ოფისი, არ დააგვიანო. ნიუ მარკეტი მომგებიანი იყო. არტურმა მითხრა, როგორც დატოვეთ შეტყობინება. და როცა ვკითხე წამალი სად გაქვს თქო, მითხრა რომ გადაუქციე. მე მხოლოდ ოპიუმის და ბრომიდის ნარევი გადავაქცია. ლონდონში ასია, ხო? ყველა ბოსს თავისი ველური ძაღლი ჰყავს, ხო? ვიღაცა შეურაცხადი სრულიად შეშლილი, მაგრამ ტომას შელბი საკუთარ ძმას იყენებს ამისთვის. გეყოფათ ჩემთან ჩხუბი. ვიღაც უნდა გეჩხუბოს. 1 საათის წინ მოიტანეს. სახელი არ ეწერია, მაგრამ კამდენ თაუნიდან არის. დაწვას ვაპირებდი. ჯობდა დამეწვა. ყოჩახ ტომი. მხარი აგირჩევია. ახლა საბინისთან ხარ ომში ჩართული. ადა, დასალევად წამოხვალ? არა, ზედო მეზობელი მყავს კარლთან დატოვებული, გაგიჟდება თუ დავაგვიანებ. ადა შელბი? არა. შენმა ძმამ წესები დაარღვია. არ მყავს ძმა. მე და ჩემ მეგობრებს ხალი გჭირდება. წამოდი გავისეირნოთ. არა. კარგად დაიჭირეთ ბიჭებო. გამიშვით. გეჭიროთ. ტომი შელბი. ჩემს კლუბში ვერ მოგისწარი. დოღზე ვიყავი. საბინი. ჩემს სახელს ნუ წარმოთქვამ. ღმერთო. ფრანკო. პირიდან ამოაჭერით ჩემი სახელი. სანამ ჭრი ბარემ ოქროც ამოთხარე.
how much I know about you. ბენზინის ფულს I გადაიხდის. even know what's in your... ხედავ რამდენი რამ ვიცი შენზე? Look at me. Look at me. ისიც ვიცი მაგ დამპალ პირში რაც გაქვს. შემომხედე. You take up with... ებრაელებთან შეკვრა გინდოდა, ხო? You think that's what love... გონია ასე გვარდება ლონდონში საქმეები. გონია შეგიძლია ასე უცბად ჩამოსვლა და მხარის არჩევა. Now your life is... შეგამოყალიბებულო მასხარა. My face. ახლა შენი ცხოვრება დასრულდა. ჩემი სახე ბოლო რამეა, რასაც დედამიწაზე ნახა. შენი შეცდომა გაიხსენე, როცა ჯოჯოხეთში წახვალ. Finish him off. მოკალით. I suppose we მე მგონი უნდა შევამოწმოთ. see if the... კიდევ ცოცხალია თუ არა ეს ნაბიჯვარი. გახმოვანებულია აჭარა net.com-ის მიერ. On a gathering storm comes a tall, handsome man in a dusty black coat with a red right hand.